იყო და არა იყო რა. იყო ერთი თავმომწონე იმპერატორი. მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ჩაცმა და ხურვა უყვარდა და სხვა არაფერი არ ადარდებდა. არც ნადირობა იტაცებდა, არც ლაშქრობა, არც სხვა ქვეყნების დაპყრობა. მხოლოდ ძვირფასი აბრეშუმი, ფარჩა ატლასი. მათგან შეკერილი მდიდური ტანსაცმელი აინტერესებდა. ერთავად სარკის წინ ტრიალებდა, ახალ პიჯაკსა და შარვალს იზომებდა და საკუთარ თავს შესციცინებდა, რა ტანადი, რა მომხიბლელი, რა ჩინებულად ჩასმულ დახურული ვარო. იმპერატორის სასახლეს ყოველდღე ძვირფასი საღებავებით, ქსოვილებით, მატყლითა და ბამბით დატვირთული ათობით ურემი მიადგებოდა ხოლმე. ფეიქრები მთელ დღეს, ღამეს შეუსამებლად მუშაობდნენ. ნაირ-ნაირ თარგებს ჭრიდნენ და საუცხოო კოსტუმებს უკერავდნენ. საბრალეოს მოსვენება ერთი წუთითაც არ ჰქონდათ. ყოველ დილას იმპერატორი ახალ კოსტუმს ირგებდა, ბეწვეულით გაწყობილ ახალ მოსასხამს მოიგდებდა ხოლმე ბეჭებზე და გამოპრანჭული აივანზე გაბრძანდებოდა, რომ ხალხს დანახებოდა. ო, რა შეუდარებელი იმპერატორი ყავს, შესახებდნენ ხოლმე მოედანზე შეკრებილი ხალხი, მისი დანახვისას. ერთ დღეს ორმა ყალთაბანდმა ქალაქში ხმა დაყარა, თითქოს შეუდარებელი მკერავები იყვნენ. მათ შეეძლოთ საუცხოო, არნახული ქსოვილის შექმნა, ოქრო მკერდით გაწყობა, იმპერატორის საკადრისი ტანსაცმლის შეკერვას კი. ჩვენ ისეთ დახვეწილ ქსოვილს ქმნით, ისეთი მაღალი ხარისხისას, რომ მისი დანახვა ბრიყვებისთვის შეუძლებელია. ბრიყვის ბრიყული გონება მის სიადადეს ვერ შესწვდება, ამბობდნენ ყალთაბანდები. ამბავი ორი უჩვეულო მკერავის შესახებ იმპერატორის ყურამდეს მიაღწია. მან მაშინვე ორივე სასახლეში მიყვანა ბრძანა. ყალთაბანდები ეახნენ იმპერატორს, თავი დაუკრეს და დაწვრილებით მოახსენეს, რისი გაკეთება შეეძლოთ. საინტერესოა, ჩაილაპარაკა იმპერატორმა. მინდა თქვენი შეკერილი ტანსაცმელი ჩავიცვა. გულში კი გაიფიქრა. ახლა ორ კურდღელს დავიჭერო, თან ნატიფი კოსტუმებიც მექნება და თან იმასაც გავიგებ, ჩემს სამეფოში რამდენი ბრიყვი ცხოვრობსო. იმპერატორმა მაშინვე ბრძანა. მკერავებისთვის ყველაფერი მიეცათ, რასაც მოითხოვდნენ და სამუშაო ოთახიც გამოეყოთ. მკერავებმა ოქროს ძაფები, მატყლი და უმაღლესი ხარისხის აბრეშუმი მოითხოვეს. ეს ყველაფერი რომ მიიღეს, ოთახში საქსოვი ჯარა დაადგმევინეს, განმარტოვდნენ და ყველა გააფრთხილეს არ შეგვაწუხოთო. რატომ უნდა ვიმუშაოთ? არ გვინდა ქსოვილის შექმნის ჩვენი საიდუმლო სხვებმაც გაიგონ. სამუშაოს რომ დავამთავრებთ, მხოლოდ შემდეგ გაჩვენებთ ნამუშევარს. ოთახში საქსოვი ჯარა ტრიალებდა და მისი ხმა ალამის მთელ სასახლეში ისმოდა, მაგრამ ჯარა მხოლოდ ჰაერს აბრუნებდა. ოქროს ძაფი, მატყლი და აბრეშუმი კი ყალთაბანდებმა ფანჯრიდან გადაუშვეს და თავიანთ თანამზრახველებს გაატანეს, რომ საიმედო ადგილას გადაემალათ. ერთი კვირის შემდეგ იმპერატორმა თავის მრჩეველებს უბრძანა. წადით და ნახეთ, როგორ გამოიყურება ის ნაქები, ნატიფი ქსოვილი. მრჩეველებმა მაშინვე მკერავების ოთახს მიაშურეს. მკერავები საქმეში იყვნენ გართულები, გულმოდგინედ ატრიალებდნენ ჯარას, ვითომ ქსოვილს ქარგავდნენ. აბა რა სიტყვით? როგორ მოგწონთ ჩვენი ნახელავი? კითხეს მრჩევლებს და ხელები ისე გაუშვიდეს, თითქოს ზედ ქსოვილი ჰქონდათ გადაფენილი. მრჩეველებმა ვერაფერი დაინახეს, მაგრამ ამის გამხელისას შერცხვათ. თითოეულმა მათგანმა იფიქრა, ეს რომ გავამხილოთ, ბრიყვად მომნათლავენო და ამიტომაც ახტაცებულები აჩურჩუნენ. ჩინებულია, ასეთი საოცარი რამ აქამდე არ გვინახავს. იმპერატორსაც ასე მოახსენეს, დიდებული ქსოვილიაო. იმპერატორმა ახლა პირველი მინისტრი იხმო, ისიც შესამოწევლად გაგზავნა, თან დააბარა, კითხე იმ მკერავებს, ჩემი კოსტუმები მზად როდის იქნებაო? მინისტრი მაშინვე ბრძანების შესაძლებლად გაეშურა და ცოტა არ იყოს შესწვა, როცა გამალებით მომუშავე ჯარაზე ვერავითარი ქსოვილი ვერ დაინახეს, მაგრამ ამას როგორ გაამხელდნენ, როცა მკერავებმა თავისი ნახელავი საუცხოო ქსოვილი წარუდგინეს. მოხიბლულმა ტაში შემოჰკრა. რა დიდებული რამაა და ტანსაცმელი მზად როდის იქნება? 3 დღეღად დაგვჭირდება და ყველაფერს დავასრულებთ, მიუგეს მკერავებმა. 3 დღის შემდეგ იმპერატორმა მკერავებთან მსახურები გაგზავნა და ნამუშევრები მოატანინა. მკერავებმა საკიდები ძიდეს და ერთი ვეებერთელა მაგიდაც შემოაკორეს, რომელზეც რა თქმა უნდა არაფერი არიდო, მაგრამ ყალთაბანდები ისე მოხერხებლად აგზავნებდნენ ყველას გასულელებას. სათითაოდ იღებდნენ მაგიდიდან და საკიდიდან ტანსაცმელს, თელს დარბაზს წარუდგენდნენ.
ლაქიებმა ვერ გაბედეს, ეთქვათ, ვერაფერს ხედავთო. ასე ხომ სიბრიყვეს გამოამჟღავნებდნენ, ამიტომაც ერთხელად აჟრიამბუდნენ. ღმერთო, რა ძვირფასი ნამუშევარია, რა გადასარევია. აი გვესმის ოსტატება, ყოჩახ მკერავებო. რა თქმა უნდა, ვერც იმპერატორმა დაინახა რამე და შეცვლებულმა გაიფიქრა. ჩემი ლაქიები თუ ხედავენ, ესე იგი, ჩემზე ჭკვიანები არიან. მე რომ ახლა ვთქვა ამ ქსოვილს ვერ ვხედავ მეთქი, მათზე სულელი გამოჩნდები. არა, ასე არ ივარგებს. ამიტომად მედიდურად მივახლოვდა საკიც. ხელი ჩამოუსვა წარმოსახვით ტანისამოს და მკერავებს დიდი მადლობა გადაუხადა. მათ ეშმაკურად ჩაიცნეს და კითხეს: რა ფაფუკი და ნაზია არა თქვენო უდიდებულესობა? ერთი შეგრძნება გეუფლებათ მისი შეხებისას, თითქოს არაფერს ეხებით. ბოლოს და ბოლოს დადგა დღე, როცა იმპერატორი ახალ ტანისამოსში უნდა გამოწყობილიყო. მან ყველაფერი გაიხადა, რაც კი ეცოდა, ტრუსის ამარა დადგა ოთახში. ყალთაბანდი მკერავები გარს შემოეხვნენ. შემოსვა დაუწყეს ტანსაცმლით. ჯერ უხილავი შარვალი ჩააცვეს, მერე არარსებული კოფთა და პიჯაკი ჩააცვეს. არც წამოსახვითი მოსასხამის შემოწმა დავიწყებიათ და უჩინარი სახელოებიც დაუმაგრეს. იმპერატორი დროდადო მხიავლად შეუქებდა ხოლმე. არ შემოატყანა, რომ ტანსაცმელს ვერ ვხედავო. თავიდან ფოხებამდე რომ გამოეწყო, ტრუსის ამარა იმპერატორი მედიდურად გაბრძანდა ქალაქში და ქუჩას გაუყვა. ხალხმა გაოცებისაგან პირი დააღო, ნახივრად შიშველი იმპერატორი რომ დაინახეს, მაგრამ ხმის ამოღება რა თქმა უნდა ვერავინ გაბედა. არავის უნდოდა გვერდით მდგომს ბრიყვი ჰგონებოდა, ამიტომაც ძველბურად შესწახეს. რა შეუდარებლად გამოიყურებით იმპერატორო. ის იყო იმპერატორმა შუა მოედანს მიაღწია, რომ უცებ პატარა ბიჭის ხმა გაისმა. იმპერატორი ტრუსის ამარა რატომაა? მიამიტი ბავშვი გულწრფელი შეკითხვა მეხის გავარდნასავით გაისმა მთელს მოედანზე. იმპერატორი წავსვა მიხვდა, როგორ გაამასხარავეს, მაგრამ არ შეიმჩნია და სეირნობა ისევ განაგრძო, თითქმის მეფურად იყო შემოსილი. მაგრამ როგორც კი სასახლეში დაბრუნდა, მაშინვე ბრძანა, ორი მატყუარა მკერავი მოეგვარათ მისთვის. მსახურებმა ყალთაბანდების კვალსწას კი ვერ მიაგნეს. ისინი უკვე ძალიან შორს იყვნენ.